მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით დღეს მოვამზადოთ ესეთი საოცარი ფუნთუშები. შეგვიძლია მოვამზადოთ ნებისმიერი შიგთავსით, გამოდის საოცრად გემრიელი და დავიწყოთ მომზადება. დაგჭირდება რძე, მე აქ მაქვს თბილი რძე. ცხელი არ უნდა იყოს, თორე შეიძლება საფუარი აღარ ამოვიდეს. რძეში დავამატოთ შაქარი, ასევე დავამატოთ ზეთი. მე მაქვს 1 ლიტრ რძე, ვამატებ 1 ჭიქა შაქარს, 1 ჭიქა ზეთს, ასევე ვამატებ 2 ცალკე კვერცხს. საფუარი მაქვს 14 გრამი. თქვენ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ნედლი საფუარით, უბრალოდ დაგჭირდებათ 3-ჯერ მეტი. ასევე ცოტაოდენი მარილი. ეხლა ეს მასა კარგად ავურიოთ ერთმანეთში. მიქსერი არ გვჭირდება, იმდენად სწრაფად იზილება ეს ცომი. უბრალოდ ყველაფერს კარგად შევარავრა, შაქარი გადნეს. ჩემო ძვირფასებო, ერთ გეტყვით, თუ არა ხართ დარწმუნებული თქვენ საფუარში, შეგიძლიათ მომზადოთ აპარა. უბრალოდ ეს საფუარს ყოველთვის ვიყენებ და ყოველთვის იდეალური გამოდის. არასდროს ჩემთვის იმედი არ გაუცრუებია. ამიტომ უნდა იცოდეთ საფუარს როგორ იყენებთ. და ეტაპობრივად ვამატებ ფქვილს. ერთიანად ფქვილი არ დაამატოთ, სადღაც დაგჭირდება. მე დამჭირდა 2 კილო ფქვილი ზუსტად. ამიტომ დავამატოთ ეტაპობრივად. ცომი უნდა იყოს ელასტიური და ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს. ძალიან მარტივია ესეთი ცომის მოზელა. სადღაც გვჭირდება 5 წუთი ამ ცომის მოსაზელად. ეხლა ნახეთ, უკვე როცა ცომი ნელ-ნელა დაიწყებს შეკვრას, ვამატებ 2 სუფრის კოვს ზეთს. ზეთს ვამატებ იმის გამო, რომ საერთოდ მერე ცომი ხელზე აღარ გვეკრობა და გამოდის საოცრად ელასტიური. მხოლოდ და მხოლოდ 2 სუფრის კოვზი. და აი ნახეთ როგორი ცომია. არც ჯამს ეკრობა და არც ხელზე არ გვეკრობა. აი ესეთი ელასტიური ცომი გამოდის, ნახეთ. საოცარი ცომია. და ეხლა დავასვენოთ ჩვენი ცომი, გადავაფაროთ სამზარეულოს ხელსახოცი. მე ყოველთვის სამზარეულოს ხელსახოც ვაფარებ. ან დავაფარეთ პლასტიკი, ოღონ დახვრეტეთ, რომ ჰაერმა იმოძრაოს. და დავაყოვნოთ 1 საათი. ეხლა სანამ ჩვენი ცომი ამოდის, მოდი მოვამზადოთ ერთ-ერთი შიგთავსი. ამისთვის დაგჭირდება ფქვილი, შაქარი, ვანილი და კარაქი. ეს არის ქადის გულსართი. მე ბულკებშიც უკეთებ, ძალიან გემრიელი გამოდის. და ეს მასა კარგად ავურიოთ ერთმანეთში. კარაქი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ჩემო ძვირფასებო, თუ არა გაქვთ კარაქი, შეგვიძლია უქნათ ზეთი. ოღონ ბევრი არ მოგივიდეს, ნელ-ნელა უქენით, რომ მიიღოთ, ეხლა განახებთ ზუსტად როგორი მასა უნდა გამოგვივიდეს. ნახეთ, მუთში რო ვიღებთ და მოვუჭერთ, მასა უნდა იკრებოდეს, ხოლო თიც რო დავაჭერთ, ადვილად უნდა დაიშალოს. აი ესეთი მასა უნდა გამოგივიდეთ. ესე მარტივად მოვამზადე ჩვენი შიგთავსი. ეს ერთ-ერთი შიგთავსია. ეხლა განახებთ მეორე შიგთავსი რა მექნება. სახში მომზადებული კარამელი. წინასწარ მომზადებ ყოველთვის ესე კარამელს და მაგ მაცივარში ძალიან მოსახერხებელია უცბად რაღაცის გაკეთება რო გვინდა. გამოიღეთ მაცივრიდან და მოამზადებთ ნებისმიერ რამ. ძალიან გემრიელია. ისედაც შეგიძლიათ პურთან ერთად მიირთვათ ან კრუასანთან ერთად. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი. უბრალოდ მე ხა უკვე მზად მქონდა და აღარ გადავიღე ვიდეო, მაგრამ თუ გაინტერესებთ როგორ ვამზადებ, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გაგიზიარებთ. ჩვენი ცომი ამოფუმფულდა, 1 საათი დაჭირდა. ნახეთ როგორი ცომია, არც ხელზე მეკრობა, არც სამუშაო მაგიდას ეკრობა. ფქვილს აღარ ხმარობ გაბრტყელებისას. ეხლა გადამაქ მაგიდაზე. კარგად, ესე გამივცემ ფორმას, აღარ უნდა გადაზელა და დავყობ გუნდებად.
მე გამომივიდა თითო გუნდა, სადღაც 120 გრამი. ახლა განახებთ. 28 ცალი გუნდა გამომივიდა. თქვენ შეგიძლიათ უფრო ცოტა დიდები გააკეთოთ, ან უფრო ცოტა პატარები, უკვე როგორც თქვენი ნებასურველია. იგივე ცომს ვიყენებ ასევე ხოძელებს, როდესაც ვაცხობ ხომალში. უბრალოდ შაქარს უშვები ნაკლებს და დანარჩენი ყველაფერი პროპორციები იგივეა. ნახეთ, აი თითოეული გუნდა არის 123, 120, 119 გრამი. პლუს მინუს. ესე კარგად ამოვაგუნდავებ. ესე როდესაც აწონით, ყველა ფუნთუშა გამოვა ერთნაირი ფორმის და ზომის. ესე დავამრგვალე ჩვენი მომავალი ფუნთუშების ზომი. ნახეთ, ესე შიგნი კარგად ჩაუკეცავთ გულს, ნახეთ. და ესე ლამაზად დავამრგვალებთ. ეხლა გავაჩეროთ სადღაც 10 წუთის განმავლობაში, დავაყოვნოთ და დავიწყოთ მომზადება. აი ესე დავაგუნდავე ჩვენი ცომები და ეხლა შევუდგეთ ფორმის მიცემას და განახებთ ამას როგორ ვაკეთებ. ეს ცომი არის ძალიან სასიამოვნო სამუშაოდ, საერთოდ არ გვეკრობა ხელზე და ძალიან ხო ხედავთ რა მარტივად მომამზადე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მიცეს თქვენ ფუნთუშებს. განახებთ ეხლა მე როგორ გავაკეთებ. გადავიტან ჩვენს ქადის გულს, ოღონდ მანამდე დავსერვე ჩვენი ცომი, აი ნახეთ, აი ესე. გადავიტანოთ ქადის გული. მე გადამოქვს სადღაც კოვს ნახევარი. სუფრის კოვსი. ეს არ გამოვა, არსად არ წავა და გამოვა ძალიან გემრიელი. გვერდები კარგად დავაფიქსიროთ და გადავახვიოთ. აი ნახეთ, ესეთი ლამაზი ფუნთუშები გამოგვივიდა. გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე. აი ერთ კიდე გავაკეთებ. ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ეს გულსართი გეყოფათ 14-15 წელ ფუნთუშაზე. აი ნახეთ. და ესე გავამზადებ ყველას. გავამზადე ერთი პარტია ფუნთუშები, გადავიტანე საცხობ ფორმაზე და დავაყოვნოთ, სანამ კარგად არ გაფუმფულდება. ეხლა მოვამზადოთ მეორე. კარამელი გადაგვაქვს სადღაც ნახევარი სუფრის კოვზი. ძალიან ბევრი არ ვქნათ, რადგან გამოვა. მე ზემოდანაც უნდა წაუსვა კარამელი. და ამიტომ ნახევარი სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. და ეხლა განახებთ როგორ გადავახვე. იგივენაირად გავაბრტყელებ ცომს, იგივენაირად დავსერავ, უბრალოდ ფორმას მივცემ ცოტა სხვანაირს.
კარამელი მაქვს მაცევრიდან ახალი გამოღებული და ამიტომ ვარ ესეთ დღეში. ეხა კარგად დავფიქსიროთ გვერდები, რომ არ გამოჟონოს და არ გამოვიდეს ჩვენი კარამელი გარეთ და კარგად გადავახვიოთ. ნახეთ, აი ესეთ ფორმას მივცე. ამასაც გადავიტან საცხობ ფორმაზე. სანამ ეხა ჩვენი ეს ფუნთუშები ამოვა, მეორე ფუნთუშები უკვე ამოვიდა და წავუსვი კვერცხის გული გახსნილი რძეში. ეხლა შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ნახეთ, როგორი ფუნთუშები გამოვა. საოცრად ნაზი, საოცრად ჰაერავანი, ფუმფულა. აი ხა განახებთ როგორია. აი ნახეთ როგორი სტრუქტურა აქვს. საოცარი გამოდის ჩემო მეგობრებო, მოამზადეთ, ძალიან ბიუჯეტურია. აი ნახეთ. საოცრად გემრიელია, ბავშვები ძალიან გემრიელად მიირთმევენ. ჩემები ყოველ შემთხვევაში ძალიან გემრიელად მიირთმევენ. აი მეორე ფუნთუშები, ზემოდან წავუსვი კარამელი, როგორც გითხარით. საოცარი გამოვიდა. მოიწონეს ჩემი ვიდეოები, გადააზიარეთ, დამიკომენტარეთ და მომავალ შეხვედრამდე.